მიაბიჯებ დღეში, ირგვლივ სიჩუმეა. გონია რომ მარტო ხარ, მაგრამ სინამდვილეში მარტო არ ხარ. ეს შენ კი არ აკვირდები ბუნებას, ბუნება გაკვირდება შენ. ფეხებ ქვეშ, უბრალოდ მიწა არ არის. ეს ცოცხალი ქსელია, მიცელიუმის. ის საერთიანებს ხეებს, აგზავნის სიგნალებს და არეგულირებს ტყის ბალანსს. მას არ აქვს თვალები, მაგრამ გრძნობს. მას არ აქვს ტვინი, მაგრამ აზროვნებს. მარტივად რომ წარმოიდგინოთ, ეს სოკუების ფესვთა ქსელია. მეცნიერები მას დედამიწის ინტერნეტს, ეკოლოგიურ ტვინს ან ნერვულ ქსელს უწოდებენ. და რაც ყველაზე საოცარია, ჩვენი სხეული სოკუებთან სიმბიოზშია. ისინი ჩვენამდე მილიონობით წლით ადრე არსებობდნენ და ამ ხნის განმავლობაში შეიმეცნებდნენ სიცოცხლეს. ზოგიერთ მათგანს პლასტმასის დაშლაც კი შეუძლია. ზოგიერთი იმუნიტეტს აძლიერებს, ზოგიც აღადგენს ნეირონებს ადამიანის ტვინში. ყოველი მიზნისთვის მოიძებნება შესაფერისი მოკავშირე სოკო. სოკუები არ არიან ჩვენი მტრები, ისინი მუდამ ჩვენთან არიან. გულა სოკო, მიქლიო, რეიში, ჩაგა, ინდაურის კუდა, კორდიცეპსი, ცადამყვანა. ეს არ არის უბრალოდ სოკუები, ეს არის ბუნების ინტელექტი, რომელმაც მიიღო ის ფორმა, რომელთანაც შეგიძლია იურთიერთო. როდესაც იღებ ამ სოკუებს, შენ არ იღებ უბრალოდ ბუნებრივ დანამატებს, შენ იღებ ღმერთების საკვებად წოდებულ სუპერფუდს და ერთვები უძველეს აღმდგენ მექანიზმში. მიცელიუმი არ გვებრძვის, ის გვაძლიერებს. იგი იმახსოვრებს სიგნალებს, ამაღლებს იმუნიტეტს, აღადგენს ტვინს და სხეულს. ადამიანები მხოლოდ ახლა იწყებენ ამ უძველესი სიბრძნის სიღრმეების აღმოჩენას, მაგრამ ერთი უკვე ნათელია, სოკუები რაღაც მეტია ვიდრე საკვები. ეს არის უძველესი ენა, რომელთანაც ჩვენმა სხეულმა უკვე იცის, როგორ ილაპარაკოს. თუ ამას გრძნობ, ესე იგი მზად